საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. აბა როგორ ხართ? თქვენთან მოვედი საჯარო თემით ჩემო ძვირფასება. ლაივში საჯარო თემით. კითხვების გარეშე. აბა როგორ ხართ? იმ გარეშე. აბა როგორ ხართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ და იმედია დღეს ლაივს მშვიდობიანად ჩავივლი, იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემები მაქვს ინტერნეტის სიხშირეზე. რამდენად ისმის ჩემი ხმა ძალიან მაინტერესებს, თუ კი მიპასუხებთ ან დამიწერთ. როგორ ისმის ჩემი ხმა? საღამო მშვიდობის, როგორ ისმის ჩემი ხმა, ჩემო ძვირფასებო? თუ ისმის? ძალიანაც კარგი. მადლობა. რამდენიმე დღეა YouTube-ზე ვცდილობ ჩაწერას და იქ ძალიან ბევრი ხარვეზები აქვს. მადლობა ყველას, გაიხარეთ. თქვენთან მოვედი საჯარო თემით, რაც ამოვა ქვემოდან. რაც ამოვა მეგობრებო. იმედია არ მექნება ხარვეზები. მე რა ინტერნეტს. აი, ოხ, რამდენი რამის თქმას ცდილობს კარტები. დედა. ვიღაცა ძალიან დიდ ტკივილს აყენებთ. ის ვინც გეწინააღმდეგებოდათ, ძალიან ცუდადაა. ის ვინც ძალიან დიდ ტკივილს გაყენებდათ და შავ ხვრელს აჩენდა, აი ესე ცუდადაა მეგობრებო. აი ასე. იქ ხართ, ძალიანაც კარგი. ხან იქ ვიქნები, ხან აქ. შეძლების და გვარად. მაგრამ მე მგონი აქ უფრო კარგად ისმის. YouTube ცოტა უფრო პრობლემატური აქვს ინტერნეტი. ცოტა უკეთესად. ისე არ ვარ როგორც გუშინ და გუშინ წინ და იმის წინ. ბევრად უკეთესად გაიხარეთ მეგობრებო. გაიხარეთ, ძალიან მაძლიერებს თქვენი გვერდით ყოფნა. ოღონ მართლა. აუცილებლად ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენთვის უკეთესია. კი, ნამდვილად, რწმენა არასოდეს მეკარგება. მეც ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ აქ, აი ოდნავადაც თუ კი შემიძლია, ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის თქვენ გვერდით მინდა ვიყო, იმიტომ რომ ეს მე წარმოედგინეთ და ძალასაც მაძლევს. მოკლედ, ვინც ვართ, ვინც არაა და დავიწყოთ. გაიხარეთ, მე მაინც დავიწყებ, არ ველოდები არავის, ვინც ვართ, ის ვართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული ლაიქისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის და ახალი თუ ძველი მსმენელი არ აქვს მნიშვნელობა. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ ამ დროს. გაიხარე, უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. კირჩხიბი, მადლობა საჩუქრისთვის, ჩემო კარგო. უღრმესი მადლობა. ეხლა დავიწყებ მე, მოკლედ, რა თემაზე უნდა ვისაუბრო დღეს, მეგობრებო? ემოციები, რესურსები, აი ის რა შესაძლებლობებიც გაქვთ თქვენ. აი დღევანდელი ჩვენი თემა, რა შესაძლებლობის აი ანუ რისი შესაძლებლობა გაქვთ. აი რა არის ის თქვენი სასიცოცხლო რესურსი, რაც თქვენ გეძლევათ სამყაროდან. აი რა არის ის? აი რისი შესაძლებლობა გექნებათ? გაიხარე, უღრმესი მადლობა. კი, თავდაჯერებულები უნდა იყეთ მეგობრებო, იმიტომ რომ სამყარო გაძლევთ ძალიან დიდ შესაძლებლობებს, ძალიან დიდ წარმატებებს, წარსულის და სასრულს და ახალის და საწყის. აი ნახეთ რა აწერია კარტს, უსპეხ. დასასრული და დასაწყისი. ანუ თავდაჯერებული. აი ესეთი იქნება დღევანდელი ჩვენი თემა. ძალიან დიდ რესურსებს გაძლევთ სამყარო და შეიძენთ კიდევ. აი კიდევ, მოდით ცოტა რამეს ვიტყვი მაინც. კი, თქვენ ცხოვრებაში კიდევ შემოდის მოლაპარაკებებიც ამავე დროს და ძალიან მალე თქვენ შეძლებთ აწარმოოთ მოლაპარაკებები. კი ბატონო.
მოლაპარაკებები ძალიანაც კარგი. კიდევ რაზე უნდა ვისაუბროთ? დღეს სიცოცხლის გაგრძელებაზე, იმაზე, რომ рост, плодородие, жизнь. ცხოვრების გაგრძელება, დაბადება და ამაღლება. აი, ხო რა ცხოვრების გაგრძელება. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი თემა ამ 4 კარტის მიხედვით, ჩემო ძვირფასებო. და არა, შეკითხვებით არ მაქვს დღეს და სავარაუდოდ შეკითხვებით არ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ცოტა რთულია ჩემთვის. მინდა რომ თქვენთან მოვიდე ეს საჯარო გაშლებით ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თავარია მოეწყოთ, განეწყოთ, დავსხდეთ და ნახოთ რას გვეტყვის ჩვენი ძვირფასი კარტები. ნუ იქნებით ესე. ნუ იქნებით საკუთარ თავში ეჭვი ნუ შეგეპარებათ მეგობრებო და აი რაც წერია აქ, სისულელები არ ჩაიდინოთ და საკუთარ თავზე ეჭვი არ შეიტანოთ. აი ესეთია ამ კარტის არჩევა დარიგება. დანარჩენები ეხლა ჩვენ ვნახოთ აქ რაც იქნება მეგობრებო თქვენთან ერთად და ვიწყებ. რა ცხოვრებისეული რესურსები შემოვა თქვენ ცხოვრებაში? რა არის ის, რაზეც უნდა იყოთ თავდაჯერებულები? რა არის ის, რაც უნდა გაუშვათ და კიდევ ის რომ რაზე უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები? ცხოვრების გაგრძელება კიდევ. აი ესეთი იქნება 5 თუ 4 ქვესათაურით ჩვენი დღევანდელი თემა. დავიწყებ პირველით. მანამ სანამ დავიწყებდე, მინდა მეგობრებო, ჯერ ნახოთ თუ როგორი ადამიანები მიყურებთ. აი როგორი ადამიანები მიყურებთ და მისმენთ. თქვენი ენერგიები მინდა წავიკითხო. ჯერჯერობით. იმედია ყველანი 7-ად ვართ და დავიწყებ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ახლა ძალიან ბევრს ნერვიულობთ. ძალიან ბევრი წუხილი გაქვთ და ეს ყველაფერი გამოწვეულია იქედან, რომ რაღაც დაკარგეთ. ზოგმა რწმენა დაკარგათ. ზოგმა რაღაცას მიაღწიათ, მაგრამ რის ფასად? ძალიან ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით. ხო. აი მოვედი. ბევრი იმას ფიქრობთ, რომ რასაც მიაღწიეთ, რის ფასად. აი თუ ღირდა ამათო, ასე ამბობთ და ძალიან ნერვიულობთ ამ ყველაფერს, მაგრამ გარწმუნებთ მე, რომ ღირდა, ამათ ღირდა. კი. სხვანაირად ალბათ ვერ იქნებოდა. კიდევ. როგორი ადამიანები მიყურებთ? ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნებები გაქვთ. სხვანაირად ალბათ ვერ იქნებოდა. კიდევ. როგორი ადამიანები მიყურებთ? ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნებები გაქვთ. ძალიან ბევრი იმედი გინდათ რომ გქონდეთ, მაგრამ აი რაღაცნაირად ცოტა შორს ხართ ამ ყველაფერთან. აი თქვენი მიზეზიც. მიზეზი არის ამ ყველაფრის ის, რომ იმყოფებით ტრანსფორმაციაში, მეგობრებო. თქვენ ხართ ახლა ტრანსფორმაციაში და იმიტომ ხართ გაუგებრად, არ შეგეშინდეთ თუ რაღაც ვერ არის. საკუთარ თავსაც ვეტყვი ამას, მაგრამ მე არ მეშინია. თუ კი ვინმეს ცოტა ეჭვი გეპარებათ თქვენ ცხოვრებაზე, ახლა ამ ეტაპზე არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ თქვენ იმყოფებით ტრანსფორმაციაში და ეს არის ძველი ცხოვრების დასასრული. აი ეს კარტი. ზუსტად ამას ამით გავაგრძელებ, მეგობრებო. და ანუ ტრანსფორმაცია თქვენი კიდევ როგორ ენერგიებში ხართ? ბრძოლის ენერგიებში, გამბედაობის ენერგიებში, გულადობის, მამაცობის, აქ კი ახატია მამაკაცი, მაგრამ ეს მაინც თქვენ ხართ მამაკაცურ ენერგიებში ხართ, მეგობრებო. ქალბატონები თუ მიყურებთ, თქვენ ხართ მამაკაცურ ენერგიებში. აი სულ ჩაბმული ხართ ყველაფერზე, პასუხისმგებლობაზე, ყველანაირ უსაფრთხოებაზე, თავდაცვის მიზნით, პასუხისმგებლობაზე, ყველაფერს აგვარებთ თქვენ. აი როგორც მამაკაცი, ისე ხართ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ კაბიანი არ ხართ, კაბა არ გაცვიათ შარვალი და ესე ხმლებით ხმალაობთ, მეგობრებო, ცხოვრებას ხართ მოჭიდულები, რო იტყვიან. კი. აი ასე. კიდევ რა ენერგიებში ხართ? გამეცინა. კი. მოულოდნელობებით სავსეა თქვენი ცხოვრება. ძალიან ბევრი მოულოდნელობებით
ავსილები ხართ, გიყვართ ეს მოულოდნელი საქციელები, გადაადგილებები, დაუგეგმავი, ისეთი საქციელები გიყვართ, რომ ადამიანებს პირს დააღებიებთ ხოლმე და გაოცებულები ტოვებთ ადამიანებს, თქვენი საქციელებით, თქვენი მოქმედებებით, თქვენი გადაწყვეტილებებით, თქვენი მამაცობით შოკი მივიღე ახლა. იმას თქვენ რასაც დაიჟინებთ, აუცილებლად აკეთებთ. თან აკეთებთ იცით როგორ? სიხარულით, ბედნიერებით, აჟიოტაჟით, ისე რომ თქვენც ხო გიკვირთ ამ ყველაფრის, აი ისეთი შესაძლებლობები შეგიძლიათ გააკეთოთ, ხო? აი შოკი დამემართა ეხლა. და მეორე ის რომ ხალხი გაოცებული გიყურებთ მეგობრებო, თუ საიდან ამ ხელა ენერგია, ამბიცია საიდან? კი, ნამდვილად ასია, იმიტომ რომ კარტი არასდროს ტყუის, ჩემო ძვირფასებო. კარტები არასოდეს ტყუიან, კიდევ თქვენი ენერგიები. ბევრი კამათობთ. ბევრი ძალიან იცით როგორი ცხოვრება გაქვთ გავლილი, ცილის წამება, აი ძალიან ბევრი უთანხმოება, ძალიან ბევრი კამათი, გაუგებრობა, აი რაღაც არასწორი ადამიანების ჩარევები, რჩევები, თუნდაც ანუ ეხლა ხართ ისეთ პერიოდში, რომ აიგნორებთ ყველას და ყველაფერს. აი ასე. ტრანსფორმაციაში რადგან ხართ, აი ზუსტად ამას ნიშნავს ის, რომ თქვენ ყველას და ყველაფერს უკვე აიგნორებთ, არავის უკვე აღარ უსმენთ, არავის აზრი აღარ გაინტერესებთ, აქამდე თუ ითვალისწინებდით სხვის აზრს და დამოკიდებულებას და ნერვიულობდით იმაზე, თუ რა სიტყოდა ხალხი, თუ როგორ დაინახავდა თქვენს აქციელს ხალხი. აი ნახეთ, აქამდე თუ კი პირს სანამ გააღებდით და რამე სიტყოდით, ფიქრობდით, რომ ვაიმე ვინმეს არ ეწყინოს, გონებაში ამუშავებდით ამ ყველაფერს, ხო? პირს სანამ გააღებდით და რამე სიტყოდით, ფიქრობდით, რომ ვაიმე ვინმეს არ ეწყინოს, გონებაში ამუშავებდით ამ ყველაფერს, ხო? ვაიმე ვინმეს არ ვაწყენიო, ვაიმე გულია ვინმეს არ ვატკინო, ვაიმე ეს ასე არ შეიძლება, ვაიმე ის რას იფიქრებს ჩემზე, ვაიმე ცუდად ხო არ გამომივა, ცუდად ხო არ გამიგებს, ვაიმე და ვაიმე. დამთავრდა ეს ვაიმე. ვაი იგენს ახლა. აი მეგობრებო, აი ეხლა უკვე ეს უკვე всё მიდის თქვენი ცხოვრებიდან და ეხლა ვაი იმათ, ვინც მეგობრებო ესეთ დღეში შეგიყვანათ, ეხლა ვაი იმათ. კი. იმიტომ რომ უკვე თქვენ ამაზე აღარ ნერვიულობთ. აი ესეც თქვენი ტრანსფორმაცია. აქედანაც უკვე თქვენი ტრანსფორმაცია. ძალიან გაბედულები გახდით, ძალიან ამაყები გახდით, ძალიან მამაცები გახდით, მამაცები ისედაც იყავით, მაგრამ უკვე აღარ ნერვიულობთ სხვა რა სიტყვის, რა სიფიქრებს, ვაიმე იმას ეწყინება და აგერ დარდი. თუ ეწყინება კიდევ ვინმეს. უკვე მე აღარ მაინტერესებს ვის რა ეწყინება. აი ზუსტად ასე ჩემო მეგობრებო, ძალიან უფრო გამბედავები გახდით, გაბედულები გახდით. უფრო მამაცები გახდით, აი უფრო საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლეთ? კი, მოდი ასეც ვიტყვი. რატომაც არა. არა, ყოველთვის გქონდათ ეს, მაგრამ მაინც. ეხლა უფრო. კი, აი ესე. ეხლა იქეთ ეკამათებით ადამიანებს და არ გადარდებთ ეწყინებათ თუ არა ვინმეს. თქვენ პოზიციას იცავთ ყოველთვის. აი ესე, ზუსტად ესე უნდა იყოს. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ. რაღაც მიჯაჭულობები კიდე ჯერჯერობით გაქვთ, მაგრამ ეს ისეთი არაფერი. ეს ტრანსფორმაციაში ხართ ეხლა და ამ ყველაფერსაც დაამუშავებთ მეგობრებო. დაამარცხებთ მოულოდნელად. კი, ამ სიტუაციებიდან გამოდიხართ. კი, არი ნერვიულოთ. ნახეთ? ეს თუ ურთიერთობას ეხება, ამ მიჯაჭულობიდან გამოდიხართ. ამ ტრანსფორმაციას ეხლა რო გადიხართ, აი ზუსტად ისაა, რომ ამ ყველაფერს ტოვებთ და საკუთარი თავის სიყვარულში გადადიხართ მეგობრებო. თქვენ თქვენს ოცნებებს აისრულებთ. თქვენ იმას, რაზეც ეხლა მუშაობთ, საკუთარ თავთან, ეს ნაყოფს გამოიღებს. არი ნერვიულოთ, ყველაფერი გექნებათ კარგად. კი, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, რომ გადახვიდით ტრანსფორმაციაში და გინდათ რომ ეს საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ. საკუთარ გრძნობებზე იფიქროთ, საკუთარ სურვილებზე იფიქროთ და საკუთარ თავს მიცეთ უფლება, რაც გინდათ ის გააკეთოთ. აი ესაა თქვენი გადაწყვეტილება. ზუსტადაც, რატომაც არა. აი აქამდე მოხვედით, ეს იყო განაჩენი საკუთარ თავთან გამოტანის, რომ
всё, აწი იქნება ისე როგორც მე მინდა, მეყვარება ისე როგორც მე მინდა და როგორც საჭიროა. და ეს თქვენი არის თქვენი გადაწყვეტილება, ამას ვერავინ ვერ წაგართმევთ, მეგობრებო. ამას ვერავინ ვეღარ წაგართმევთ. всё, როიტყვიან. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით, ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, გინდათ დაივიწყოთ წარსული და ზუსტადაც. წარსულში როგორც იყო, ისე აღარ იქნება. ამ ტრანსფორმაციიდან გამოსვლის დროს, როგორც იყო აქამდე, ისე აღარ იქნება. ყველაფერი იქნება ძალიან სხვანაირად და უკეთესად. დროც ყველაფრის მკურნალია, ყველაფერი დადგება თავის ადგილას, დადგება კალაპოტში. ამღვრეული წყალი დაიწმინდება, ასე რომ არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო თქვენი ენერგიები. თუ კი ემთხვევა თქვენს ცხოვრებას, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. მოგესალმებით ყველას, ვინც ეხლა შემოგვიერთდით. მინდა ყველანი კარგად იყოთ, მინდა ყველანი დღეგრძელი იყოთ, მინდა ყველა სურვილები აღსრულებოდეთ ისე როგორც თქვენ გჭირდებათ და როგორც თქვენთვის უკეთესი იქნება. და აი თქვენ გულებში ყოფილიყოს ყოველთვის გაზაფხული, ჩემო მეგობრებო. აი ესეთია ცხოვრება, არა უშავს. ყოველთვის ვსწავლობთ ჩვენ შეცდომებზე, ამიტომ უფალმა იცის ჩვენ რისიც გაშლა არის ცხოვრება უფალმა იცის ჩვენ რისიც გაშლა არის ცხოვრებისეული რესურსები. აი რა რესურსებს ეხლა გავიმეორებ, რაზე გვაქვს თემა. თემა გვექნება 4 ქვესათაურით, ჩემო ძვირფასებო. პირველი არის ის. ცხოვრებისეული რესურსები, სიმდიდრე, აი რა შემოდის, რა რესურსები შემოდის თქვენ ცხოვრებაში და აი რა შეგიძლიათ, რითი შეგიძლიათ ისარგებლოთ. ხო, მერე არის ის, რომ მეორე ქვესათაური. წარსულის დასასრული და ახალის დასაწყისი. აი ბოლო-ბოლო რა იწყება, რა ახალი ეტაპი იწყება თქვენ ცხოვრებაში. მესამე ქვესათაური არის ის, რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ უახლოეს პერიოდიდან, უახლოეს პერიოდში, რა არის ის კონფლიქტური სიტუაცია, რაზეც თქვენ ნერვიულობდით და ამ ყველაფერზე გინდათ ეხლა მოლაპარაკება აწარმოოთ. და მეოთხე ქვესათაური არის აი ესეთი. მიწა, ანუ მიწის სტიქია, ანუ ხდება დამიწება ენერგიის, აქამდე თუ კი დაუფრინავდით ღრუბლებში, ჩემო ძვირფასებო, ხო? აი ეხლა უფრო მივეცემით მიწის სტიქიას, ანუ გადავართ უფრო აი ცხოვრებისეულ, ხო რა, იმას რაც დავთესეთ აქამდე, იმას მოვიმკით. აი ესაა ბოლო ქვესათაური ჩვენი დღევანდელი თემის. ცხოვრება, ცხოვრების გაგრძელება, იმის მომკა რაც დავთესეთ და ახალი ცხოვრება. ხო რა, აი ესეთი. დავიხმარ კიდე ამ ჩემს ახალ ასტრა ბარათებს, რომელიც უნდა მოვიკითხო 7 კარტით. ეს არის ჩემი ახალ დასტა, რომელიც რამდენიმე ხანია ნაყიდი მაქვს, შეძენილი მაქვს, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია უკვე დავიწყე გამოყენება, ჩემო ძვირფასებო. ამაში შეიძლება კიდევ წავიკითხოთ დრო, რა დროის ვადაში, ამ კარტსაც გააჩნია დროის ვადა, დღეების და თვეების მიხედვით. ამასაც ამოვიკითხავ, კი ბატონო. და ეს ჩემი კიდევ ერთ-ერთი ძალიან თბილი და საყვარლესი დასტა, ტაროს დასტა, ძველებური, ესეთი ფარაონების, იცით? და აი ამითი ამ ჩემი მესამე დასტით, ჩემო ძვირფასებო, წავიკითხავ დღევანდელ ჩვენს ამ საღამოს უпростоრად საჯარო გაშლას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მრავალჯერ, არასოდეს დავიღლები თქვენთან მოსალმებით, ჩემო ძვირფასებო. ვისთანაც რა მოვა ინფორმაცია და თქვენს ცხოვრებას დაემთხვევა, მიიღეთ, რაც არა და გაუშვით. არ ინერვიულოთ. არაფერზე არ ინერვიულოთ, მეგობრებო, რაც დაემთხვევა, რაც არა და არ ინერვიულოთ. ალბათ ის თქვენი არ არის, რაც თქვენია მიიღეთ, რაც არა და გაუშვით. იმედია დავიწყოთ, ხო? მე მგონი უნდა დავიწყოთ და დავიწყოთ ეხლა. წყალი, აი პირველი ჩვენი თემა.
წყალი რა არის ის რესურსი, რაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რა სიმდიდრე შემოდის, რა ცხოვრებისეული შესაძლებლობები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო? ნახეთ, ის რა არის და ის რაზეც გაუგებრობა გქონდათ. აი ის რაზეც ძალიან ნერვიულობდით, ის რაზეც აი რაღაც მეგობრებო იყო როგორიცი, აი შინაარსი ვერა მოიკითხეთ თქვენი ცხოვრების, ზოგადად საით მიდიოდა თქვენი რესურსები, თქვენი ძალა, თქვენი ენერგია, ბევრი თქვენთაგანი სიმდიდრე, აი შემოგდიოდათ თანხები, შედიოდა თქვენი რესურსები, თქვენი ძალა, თქვენი ენერგია, ბევრი თქვენთაგანი სიმდიდრე, აი შემოგდიოდათ თანხები, შეება და დაინახავთ ამ ყველაფრის მიზეზს. მე მგონი ყველაფრის მიზეზს. მე მგონი გარკვევით საუბრობ, ხო, ჩემო ძვირფასებო? ხო, კიდევ მაინტერესებს. კი ნახეთ, ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა ამდენი პრობლემა. ეს ყველაფერი ამ პრობლემას იწვევდა, იცით რა, ჩემო ძვირფასებო? ღვიძლიანი ადამიანები და პიროვნებები, რომლებიც ტყუილით იყვნენ თქვენ ცხოვრებაში, ჩემო მეგობრებო. ანუ ეს რას ნიშნავს? რომლებიც იყვნენ შური გამჭვალულები და ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურდათ, აი ღვიძლიანი ადამიანები. აი აქეთკენ მიდიოდა თქვენი სასიცოცხლო რესურსები. აი იმიტომ ხართ ახლა ტრანსფორმაციაში, რომ თქვენ ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე მიხვდით, ვინ იყო ამ ყველაფრის აი ვის მიქონდა თქვენი ენერგია, სასიცოცხლო, ვინ იპარავდა თქვენ ენერგიას. ეხლა გეტყვით როგორ ხდება ეს, ამ ყველაფერს ეხლა გაგინმარტავთ. როგორ ხდება ზოგადად ენერგიის მოპარვა? ეხლა მოპარვა იმას არ ნიშნავს მხოლოდ, რომ ადამიანმა ფინანსები მოგპაროთ, ან ჯიბეში ხელი ჩაგიყოს და ამოიღოს, ან ყულაბა გაგიტეხოთ, ან სეიფი გაგიტეხოთ, ან კარები გაგიტეხოთ, არა მეგობრებო, ესე არ ხდება. უყურეთ, როგორ ხდება კიდევ ერთ-ერთ მათგანს გეტყვით, ყველაზე ადვილი და ყველაზე უმნიშვნელო, რასაც ვერ წარმოიდგენთ თქვენ. არის ის, რომ აი მაგალითად ეხლა ქალბატონებო, მიდიხართ სალონში და დაუშვათ სალონი ღირს 100 евро, 100 ლარი, თქვათ, ხო? 200 ლარი, რა მნიშვნელობა აქვს, რაც ღირს? ზოგიერთებისთვის შეიძლება 200 ლარი ფული იყოს, მაგრამ ზოგი იმ მომენტში ჩემთვის მაგალითად მე მინდა ახლა სალონში წასვლა და მე მინდა თმების შეღებვა და ღირს ეს ყველაფერი ეხლა რადგან მიმყოფები ევროპაში, იტალიაში ღირს 150 евро. და ახლა მე ვთქვი მაგალითად ჩემს მეგობართან, რომ მინდა შევიღებო თმები და ეს ყველაფერი ჩდება 150 евро. და ახლა მომიბრუნდა ჩემი მეგობარი და მეუბნება, რა ამბავიაო, რას ქვიაო, ამდენი გადაიხადო, მეგობრებო. აი მანდ ვართ, ეს არის ქურდობა. ენერგეტიკული ქურდობა ქვია ამას. როცა ადამიანი ამას გეტყვის, ხო, რომ აი არაო, მაგდენი არ გადაიხადო, მე უფრო ნაკლებიანში წაგიყვან. ან რა ამბავია ამდენის გადახდა. აი მანდ ვართ ქურდობისთვის მეგობრებო. მე მგონი მიხვდით ხო, რასაც ვსაუბრობ, იმედია ხსნი კარგად. ანუ რისი თქმაც მინდა და რისი მოტანაც მინდა თქვენამდე, მე მგონი კარგად ხსნი ამ ყველაფერს ჩემო ძვირფასებო. ხო, აი ესეთი ადამიანები იპარავენ თქვენს სასიცოცხლო რესურსებს. ეს შეიძლება იყოს ძალა, ენერგია, ემოცია, აი თქვენ თუ ხართ ძალიან ბედნიერები სამყაროსთან, გამოხატავთ ბედნიერებას, მადლიერებას და მოდის ადამიანები და გეუბნებიან, რა არის შენ სულ კარგ ხასიათზე რო ხარ? აი ესეც ქურდობაა მეგობრებო. აი ზუსტად, გამარჯობა მორიელი. მანდ ვართ, ესეც ქურდობაა. ქურდობაა მეგობრებო, გეუბნებით. YouTube-ი გადაკექილი მაქვს, ყველაფერი ამოკითხული მაქვს და მინდა თქვენამდე მოვიტანო ის, რასაც მე ვგებულობ, ჩემო ძვირფასებო. მეც თქვენსავით შოკირებული ვიყავი ამ ყველაფრით, მაგრამ ასეა. ამ ყველაფერს მე ავტვირთავ მერე და აუცილებლად გადახედეთ ხშირად, რომ დაინახოთ თუ რა ხდება ქურდობასთან დაკავშირებით. მხოლოდ ქურდობა, ჯიბეში ხელის ჭაყობა არ არის, მეგობრებო. აზრების წაშლაც ქურდობა ადამიანებიდან, აი ესე. და ესეთი ადამიანები ძალიან ბევრს გყავთ ირგვლივ და ერთი და ორი არა, ძალიან ბევრი. თითოეულ თქვენთაგანს.
რას ნერვიულობ, მორიელ? ეხლა თავიდან ვერ გავიმეორებ, ჩემო კარგო, მე აუცილებლად შევინახავ ამ ვიდეოს და ავტვირთავ ხვალ YouTube-ზეც და აქაც აგიტვირთავთ მონაკვეთს, ჩემო ძვირფასებო, ამ ენერგეტიკულ ქურდობასთან დაკავშირებით. აი ზუსტად ამ მონაკვეთს აგიტვირთავთ, არის ნერვიულო. კიდევ მეგობრებო, აი რა რესურსებს იბრუნებთ, აი ზუსტად ესეთ ადამიანებს, გაუნათლებელ ადამიანებს, აი წინ დაუხედავი ადამიანები, რომლებიც ესე ზერელეთ უყურებენ თქვენ ცხოვრებას და თქვენ დამოკიდებულებას და აი ესე ზერელეთ აღიქვამენ თავიანთ თითქოს და რაღაც დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, აი ესეთი ადამიანები მოგშორდებათ, მეგობრებო და აი ამითია რომ იბრუნებთ სასიცოცხლო წყაროს, მეგობრებო. ეს არის ცხოვრებიდან და ბუნებიდან კუთვნილი თქვენი ჯილდო და ამას იპარავდა ადამიანები. და კიდევ ერთი, თქვენი სურვილები, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე რომ ის ბედნიერი, თქვენი სურვილები, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე რომ ის ბედნიერება, ის თქვენი სურვილები, ის თქვენი ოცნებები, ის თქვენი ბრძოლა, რისთვისაც ბრძოლობთ. ყველამ კარგად მომისმინეთ, რისი თქმაც მინდა. არასოდეს არ აგისრულდებათ, ჩემო ძვირფასებო, და თუ იცით რატომ? ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ არასოდეს არ უნდა თქვათ არავისთან ის რასაც აპირებთ. თუ კი იმ სალონში წასვლას აპირებთ, გავიმეორებ ისევ, რაც წეღან ვთქვი. თუ კი სალონში წასვლას აპირებთ, არასოდეს წინასწარ არ თქვათ, რომ გინდათ სალონში წასვლა და თმები შეღებვა. ან გინდათ რაღაცის შეძენა. გინდათ თუნდაც მანიკურის გაკეთება, თუნდაც თმის დავარცხნა, თუნდაც რაღაცის ყიდვა, მეგობრებო, არასოდეს წინასწარ არ თქვათ. აქაც თქვენი ქურდობა ხდება. აქაც ხდება ზუსტად იგივე. და ეს ყველაფერი იკარგება მერე და თქვენ ამ ყველაფრისთვის ბრძოლობთ და ამ ყველაფერს კარგავთ აი ზუსტად იმ წინ დაუხედავის აქცილით, რასაც ამბობთ თქვენ ნებისმიერ ადამიანთან, თქვენ სურვილებს. არასოდეს არ თქვათ, მეგობრებო. კი ბატონო, გეთანხმები, მორიელ. გეთანხმებით, ჩემო ძვირფასებო, აი ესეთია თქვენი სასიცოცხლო რესურსები, რომელსაც იპარავენ ადამიანები, ჩემო ძვირფასებო. ყოველთვის ვიმეორებ და გავიმეორებ. არასოდეს არ თქვათ არავისთან, რასაც აპირებთ. თუ კი რაიმეს აპირებთ, თუ კი რაიმე გინდათ, გონებაში დაიტოვეთ. აი ხმამაღლათაც არ თქვათ, არ იფიქროთ ხმამაღლა, მეგობრებო. მე ზოგადად მიყვარდა ადრე ხმამაღლა ფიქრი. ანუ რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი და ჩემს გვერდით, თუნდაც იქეთ ოთახში სხვას ესმოდა. ის რაც გაიგონა სხვა ვერაფერი ვერ ავიხდინე, ჩემო ძვირფასებო. მიხვდით ხო, რაზეც ვსაუბრობ? კი, ასეა ჩემო ძვირფასებო. პირად კონსულტაციებს ვაკეთებ კი. ოღონდ პირად კონსულტაციებსაც ვაკეთებ, ჩემო ძვირფასებო. პირად გაშლებსაც ვაკეთებ, აი ყველაფერს ვაკეთებ, ოღონდ ამ დროს საღამოობით. ამ დროს, მეგობრებო, აი ეხლა რა დროზეც მე თქვენთან ვიმყოფები, ამ დროს. თუ კი ვინმეს ეს დრო გაწყობთ და მისაღებია თქვენთვის, პირადში მომწერეთ კონკრეტულად. გადაწყვეტილი, ოღონდ ვაი თუ გინდათ, თუ არ გინდათ, ესე არა. აი მოკლედ ესეთი იყო თქვენი სასიცოცხლო წყარო, ჩემო ძვირფასებო და გაუფრთხილდით იმას და იმ სიმდიდრეს, რაც თქვენ გაგაჩნიათ. ჩემო მეგობრებო, ანუ ნახეთ რა ხატია და რა აწერია იმას. ეს არის ის სასიცოცხლო რესურსი, რაც თქვენ გაგაჩნიათ და ეს არ მისცეთ არავის. აი რაც მე ახლა ვისაუბრე ამ სათაურით, აქამდე, ეს არავის არ მისცეთ და თქვენი მიცემა იგულისხმება იმაში, რომ არავისთან არასოდეს არაფერი არ ილაპარაკოთ, არ ისაუბროთ, მეგობრებო. აი ასე. გოგოებო, საჯაროა, კითხვებზე პასუხებს აქ არ ვცემ. კითხვებს აქ არ ვღებულობ, ჩემო მეგობრებო.
მაქვს მხოლოდ საჯარო გაშლა და ძალიან გთხოვთ რომ მეორე ქვესათაური პირველი გავარკვიეთ უკვე რაც იყო და ამას გადავდებ მეგობრებო, აი აქ. ეხლა დავიწყებ მეორე ქვესათაურით. დასასრული, მეგობრებო, აი აქ. ეხლა დავიწყებ მეორე ქვესათაურით. დასასრული და დასაწყისი ახალი გამარჯვების. ახალი გამარჯვებები, ახალი წარმატებები და თავდაჯერებულობა. რა არის ის, რასაც შეიძენთ? რა არის ის, რასაც შეიძენთ? რა თავდაჯერებულობას შეიძენთ? რა არის ის, რაც თქვენ მაგალითად ხელს გიშლით წარმატებაში და რა უნდა გამოასწოროთ მეგობრებო? მოდი ესე დავსვათ შეკითხვა. აი ამ ქვესათაურებს ჩემო ძვირფასებო ვეცდები, რომ ესე სათითაოდ აგიტვირთოთ, ჩემო მეგობრებო. დანარჩენები სრულად იხილეთ YouTube-ზე. ძალიან გთხოვთ. გადადით YouTube გვერდზე და იქ იხილავთ ამ თემას. კარგით, აბა რა არის ის, რაც თქვენ უნდა დაასრულოთ, წარსული და რაც უნდა დაიწყოთ სიახლეები, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აჰა. და დაიწყოთ სიახლეები, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აჰა. თქვენ ცხოვრებაში. თუ საბუთებს, თუ მემკვიდრეობას, თუ გჭირდებათ ადვოკატი, უნდა მიმართოთ ადვოკატსაც. ეს თუ შეეხება ბიზნესს, აქ თუ რაიმე პრობლემები გქონდათ მეგობრებო, აი თუ კი რაიმე ეხლა ჩამოთვლილთაგან, თუ კი რაიმე პრობლემა გაქვთ, თქვენ ამ ყველაფერს მოეკიდებით პასუხისმგებლობით და თქვენ ამ ყველაფერს დაასრულებთ, თუ დასასრულებელია და პარტნიორების შესაძლებელი ყავს შეცვლით, თუ გჭირდებათ ადვოკატი, აუცილებლად მოძებნით, ან უნდა მოძებნოთ და აუცილებლად შეცვლით ამ ყველაფერს და აუცილებლად დაასრულებთ და წამოიწყებთ ახალს იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. შეხედეთ, აქ არის, მოდი ესე დავდებ. აქ არის აი ესეთი სურათი, უფალს თხოვეთ თქვენ უფალს თხოვთ რაღაცას. ბევრი თქვენთაგანი თხოვს უფალს, რომ მოუვლინოს ისეთი ადამიანი, რომელიც დააყენებს გზაზე. ან გამოჩნდეს ისეთი ადვოკატი, ან გაპოვნინოთ ისეთი ადვოკატი, რომელიც მოგიგგვარებთ თქვენს პრობლემებს. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობა სამართალთან, ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობის პრობლემა, მეგობრებო. აი, რასაც თქვენი თხოვთ, უფალი აუცილებლად გამოგიგზავნით. ამაზე არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ თქვენ ამას ძალიან თხოვთ უფალს. თუ კი ეს ეხება პარტნიორს, აქაც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება თქვენთან თასებით, მამაკაცები თუ ქალბატონები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც მიყურებთ. გამოჩნდება თქვენთან ადამიანი, რომელიც გამოგიყვანთ ამ დეპრესიული ფონიდან. იყავით თავდაჯერებულები, არ შეგეშინდეთ არაფრის. თუ კი დასასრულებელი გაქვთ რაიმე, მეგობრებო, გავიმეორებ ისევ, თუ საბუთების, თუ მემკვიდრეობის, თუ ბიზნესის, თუ პარტნიორული რაიმე შეფერხებები გაქვთ. თუ კი თქვენ ამას დაასრულებთ თავდაჯერებულები, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. იმედია გარკვევით ვსაუბრობ მეგობრებო. არაფრის არ შეგეშინდეთ, დასასრულებელი უნდა დაასრულოთ. აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. აუცილებლად ჩემო ძვირფასებო, ამაზე არ ინერვიულოთ. ამაზე აუცილებლად გექნებათ წარმატება. კიდევ რა? აი, დაიწყეთ სიახლეები. კი, არ ინერვიულოთ. ზუსტად აი იმისი კარტია ეს, რომ არ უნდა ინერვიულოთ. არავითარ შემთხვევაში. აი ურთიერთობაზეც ნახეთ, დასასრულებელი ურთიერთობა უნდა დაასრულოთ. სადაც თქვენი არ ესმით,
სადაც ხასიათებით ვერ ერწყმით ერთმანეთს, სადაც თქვენი პარტნიორს არ ესმის. არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ვინ მიყურებთ, კაბიანი თუ შარულიანი, ჩემო ძვირფასებო. თუნდაც თქვენ ქმარზე საუბრობდე, ან თქვენ ცოლზე, ან თქვენს ოჯახურ ურთიერთობაზე. თუ კი იქ რაღაც ვერ არის, სადაც ხართ, ეს უნდა დაასრულოთ. ეს მაინც დასრულდება, თქვენ გინდათ თუ არ გინდათ. იმიტომ რომ ეს თქვენთან უკვე აღარ მუშაობს. აი ეს ადვოკატი თუა ჩასარევი და განქორწინება, ეს აუცილებლად იქნება. აქ არის განქორწინება, მეგობრებო. ეს აუცილებლად დასრულდება. აუცილებლად. თუ კი თქვენ ევედრებით რომ ეს ადამიანი ჩამოგშორდეთ, აუცილებლად ჩამოგშორდებათ. აუცილებლად. ყოველ მიზეს გარეშე ეს არის გარდაუვალი. აი არ არსებობს. იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში უკვე აღარ მუშაობს. ძალიან მინდა ვკითხო. აი რო ჩამოიშოროთ ეს ადამიანი, რა მოხდება? დამთავრდება თქვენი ღამის უძილობა. დამთავრდება ის გაუტანლობა, რაზეც აქამდე ნერვიულობდით. ის გაუტანელი არასრული ბედნიერება, ცალმხრივი სიყვარული. მარტო თქვენ რო ნერვიულობთ და მარტო თქვენ რო ზრუნავთ ყველაფერზე, ოჯახურ პრობლემებზე. და ეს თავშიც სანამ დავიწყებდი საჯარო გაშლას, იქაც ითქვა რომ თქვენ ხართ მამაკაცი ოჯახში. ქალბატონებო, თქვენზე ვსაუბრობ. აი ეს უნდა დაასრულოთ. ურმით სიარული და ზურგში დიდი გუდანაბადით სიარული უნდა დაასრულოთ. ყველას ზურგით სტარება უნდა დაასრულოთ, მეგობრებო. თქვენი ხერხემალი ვერ აიტანს ამდენს. ზურგში მოკიდულ ადამიანებს. და კიდევ დასრულდება აი წარმატებას თან წარმატებულად მეგობრებო. გაგიმართლებთ. ეს არის ის ზუსტად რაც უნდა გადაწყვიტოთ, რაც უნდა დაასრულოთ და ის რაც მოგიტანთ თქვენს სულიერ და მატერიალურ ბედნიერებას, სიმშვიდეს. ჯერ ერთი ის რომ სულიერად დამშვიდდებით და თქვენ რო სულიერად დამშვიდებულები იქნებით, ფინანსებიც აუცილებლად გამოგიჩნდებათ და გზაც გამოგიჩნდებათ ფინანსების, თუ საიდან უნდა გამოიმუშავოთ. ამაში იყავით ძალიან თავდაჯერებულები, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ შეიპაროთ ეჭვი ამ ყველაფერში, ახლა რაც ჩამოგითვალეთ და რაც ვახსენე მე. აი ეს არის იმ ყველაფრის მიზეზი, თქვენი ეს გადაუწყვეტელობა და ეს თქვენი დაუსრულებელი თუნდაც ურთიერთობა, თუნდაც ბიზნეს პარტნიორობა, თუნდაც ეს დიდი გუდანაბადი მოკიდული ზურგში, ეს თქვენთვის არ შეიძლება, უკვე აღარ მუშაობს. ის გასაწყვეტი რაც არის, უნდა გაწყდეს, უნდა დამთავრდეს. იმედია გარკვევით ახსენი, რაც უნდა დაასრულოთ და რაზეც უკვე აღარ უნდა ინერვიულოთ და თქვენ აღარ უნდა ატაროთ ზურგით. არავინ და არაფერი. თქვენი ზურგით სათრევი აღარაფერი აღარ არსებობს, მეგობრებო, ასე რომ არ შეიძლება. გავაცილებ ამ კარტს და ამ ჩვენს გამოყენებულ კარტებსაც გადავდებ და ეხლა ჩვენი მომდევნო ქვესათაური. ჩემო ძვირფასებო, სანამ ეხლა დავიწყებ მომდევნო ქვესათაურს. გადმოდით პირადში, აქვე და მომწერეთ პირადი შეტყობინება. ან თუ გინდათ, აქვე მაქვს ჩემს გვერდზე YouTube გვერდი მიმაგრებული, YouTube-ის ლინკი და YouTube-ზე მაქვს ჩემო ძვირფასებო, YouTube გვერდზე როდესაც გადახვალთ, იქ მაქვს ჩემი ნომერი მიმაგრებული. შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube პროფილზე და იქ მაქვს ჩემი ნომერი. ვერც YouTube-ზე ვერ მწერთ, ვერც YouTube-დან ნომერზე, ვერც აქ ვერ მწერთ, თუ ვერ დამიმატებთ, ვერ მომწერთ, ჩემო ძვირფასებო. YouTube-ზე როგორც აქ მაქვს მიწერია და როგორც აქ ფოტო მიდევს, ისე მაქვს ზუსტად YouTube გვერდიც. ჩემო ძვირფასებო. კარგით. თუ გაქვს სურვილი, აქაც გადმოდი ჩემს გვერდზე და აქაც შეტყობინება დამიტოვე. მორიელი და აუცილებლად მოგწერ, გიპასუხებ ლაივის შემდეგ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ვინც ახლა შემომიერთდით, შემოგვერდით
მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და თითოეული თქვენი ლაიქი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. YouTube გვერდზე მით უმეტეს, თუ კი გამოიწერთ არხს, იქაც ვმუშაობ შეძლების დაგვარად და არ გამოტოვებთ იქაურ ჩემს ლაივებსაც, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გელოდებით YouTube-ზეც. ეხლა გავაგრძელებ ჩვენს მომდევნო მესამე ქვესათაურს, მოლაპარაკებები. ანუ ის კონფლიქტური სიტუაცია, სადაც იყო ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ადამიანები და ადამიანები, რომლებთანაც ეხლა თქვენ გექნებათ, რომლებიდანაც გექნებათ შემოთავაზებები და ადამიანები, რომლებთანაც გექნებათ მოლაპარაკებები. აი, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი მომდევნო თემა მოლაპარაკებები, კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება და გაგრძელება. აბა ვნახოთ. როგორ წავა თქვენი პარტნიორული მოლაპარაკებები და რა მოლაპარაკებებზე საუბრობს ჩვენი დასტა და რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ. თუ რასთანაა საქმე. აი მეგობრებო, რა არის ის, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს. მოკლედ აქ რა ხდება? მოკლედ მეგობრებო, ძალიან საინტერესოდ საუბრობს დღეს კარტები. აი შოკი მაგ დედას გეფიცებით. უყურეთ ახლა რა ხდება აქ. იმ ადამიანებზე, ვიზეც გული შეგტკიოდათ აქამდე. ვისთანაც გქონდათ კონკრეტულად არსებობენ ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, ეხლა ყველა მოირგეთ საკუთარ პოზიციას. მე ყველა მათგანს, თითოეულ მათგანს სიტუაციაში ჩამოვთვლი და შეიძლება ყველასთან ყველა დაემთხვეს, შეიძლება ყველასთან ყველა იყვეს და ზოგიერთებთან თითოეული მათგანი. ასე რომ ეხლა რისი თქმა მინდა მე მეგობრებო, აქ რა ხდება? იმ ადამიანებმა, რომლებმაც თქვენ ცხოვრებაში შემოაბიჯეს კონფლიქტური სიტუაციით. იმ ადამიანებმა, ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან იყვნენ წინააღმდეგობით, ვინც წინააღმდეგობას გიწევდათ. ეს შეიძლება იყოს საუბარი ტელეფონით, ინტერნეტით, პირადულით, ანუ ესე პირადად, ცხოვრებისეულად და ნებისმიერ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ უყურეთ რა ხდება. არიან ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, რომლებმაც სპეციალურად კონფლიქტურ სიტუაციაში შეგიყვანათ. ადამიანებმა, რომლებსაც უნდათ გამარჯვება თქვენზე და თქვენს ცხოვრებისეულ მოვლენებზე. თქვენ საქმეებში, აი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს ოფიციალურად, დაგეგმილად, არიეს ჩარიეს თქვენ ცხოვრებაში ხელი და დაურიეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში. ადამიანებმა, რომლებმაც პატივმოყვარეობა შეგილახეს. აქ შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორობაც, მევახშეობაც, პირფერობაც. ადამიანებმა, რომლებმაც ინტრიგები ჩაგიხლართეს, ლაბირინთში გაგხვიეს. ადამიანებმა, უამბიციო ადამიანებზეა საუბარი მეგობრებო, რომლებიც თქვენი ენერგიით იკვებებოდნენ და ადამიანები, რომლებმაც სპეციალურად გააკეთეს ისე, რომ თქვენ არაფერში არ გქონოდათ იღბალი. მოდი, ასე ვთქვათ, არც მოლაპარაკებები გქონოდათ, არც ცხოვრებაში გამართლებები გქონოდათ და ყოველთვის ყოფილიყავით კონფლიქტურ სიტუაციაში. აი, ჩემო ძვირფასებო, ეხლა დგება ის მომენტი, რომ ამ ადამიანებს, ჩემო ძვირფასებო, ზუსტად დარწმუნებულები იყავით, რომ დასასრული მოაკითხავთ თქვენთან მიმართებაში. და რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონფლიქტი ჰქონდათ თქვენთან ამ ადამიანებს. ზოგთან იყო ერთი, ზოგთან იყო ორი და ზოგთან რამდენიმე. ანუ ეს ადამიანები თქვენ ცხოვრებაში უკვე არიან საშიშები. ამ ადამიანებთან თქვენ უკვე გაუცხოებულები ხართ. თქვენთვის უკვე ეს ადამიანები უცხოები არიან. ანუ თქვენ ცხოვრებაში უკვე ამათმა ჭირი მოჭამეს. всё, თავისი არსებობა დაასრულეს და უკვე არ შეიძლება მათი თქვენთან ყოფნა, თქვენ სიახლოვეს ყოფნა. ამიტომ იმ ტრანსფორმაციაში, რაშიც იმყოფებით, ეს ადამიანები უკვე იქ აღარ იქნებიან.
ამ ტრანსფორმაციის შემდეგ ძალიანაც კარგი. უყურეთ, თქვენ იგრძნობთ ეხლა ძალას. ჯერ ეს ერთი იგრძნობთ, ეს ცოტა უფრო ისეთი ნათქვამია. იგრძნობთ. თქვენ ისედაც უნდა გრძნობდეთ ძალას და თქვენ ისედაც გაქვთ ძალა. ყველაფრის ძალა შეგწევთ. თქვენ შეგწევთ იმის ძალაც, რომ ადამიანებს პირი დააღებინოთ, მაშინ როდესაც გჭირდებათ, მაშინ როდესაც თქვენ გინდათ, მიცეთ უფლება რომ ილაპარაკონ, ისაუბრონ, თქვენი ნებართვით ოღონდ. თქვენი ნებართვის გარეშე ეს ადამიანები პირს ვეღარ გააღებენ. აქამდე თუ თქვენ ამას არ აქცევდით დიდ ყურადღებას, აი ეხლა იგრძნობთ რომ რაც არ უნდა უნდოდეს ადამიანს საუბარი თქვენი ნებართვის გარეშე პირს ვეღარ გააღებს. ვერც ერთი მათგანი, აი ამ ძალას იგრძნობთ. თქვენ ხართ ის ადამიანები კიდე ვინც მეგობრებო, როდესაც გინდათ, როგორც გინდათ, ისე მოექცევით ყველას და სადაც გინდათ, იქ გამოიყენებთ ამ ძალას. ცხოველსაც კი დააკეტინებთ პირს. ეს შეიძლება თუნდაც მეგობარი იყოს. თქვენს მეგობარსაც კარგად დააკეტინებთ პირს, დაამუწინებთ პირს რო იტყვიან. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მხელა ძალა გაქვთ. ყველაფერი შეგიძლიათ, მოლაპარაკებებით შეგიძლიათ, უკვე შეგიძლიათ იქეთ ეკონფლიქტოთ ადამიანს, იქეთ დაამუწინოთ პირი, იქეთ გაუთიშოთ ტელეფონი, იქეთ მიაჯინოთ თავის ადგილას, იქეთ მიაყენოთ კუთხეში, იქეთ შესთავაზოთ თუ კი თქვენ გინდათ, ოღონდ. თქვენ შესთავაზოთ პირიქით, აი რაიმე შეთავაზებები იქეთ. აქეთ კი არ შემოგთავაზებენ, უკვე თქვენ შესთავაზებთ იქეთ და თქვენს გარეშე ვერავინ ფეხს ვეღარ გადადგამს, ნაბიჯს ვერ გადადგამს და ვერაფერს ვეღარ აწარმოებს მეგობრებო. აი თქვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს ვეღარ გაბედავს. დამთავრდა. კი ბატონო. აუცილებლად მორიელ. კარგით, აუცილებლად გიპასუხებ ჩემო კარგო, ლაივის შემდეგ. აი ესეა ჩემო ძვირფასებო, ამ კონფლიქტებს, რაც თქვენს მიმართ იჩენდნენ ადამიანები, ეხლა პირიქით იქნება. გარწმუნებთ, რომ ეხლა იქნება პირიქით. ასე რომ თქვენს გარეშე ვერავინ ფეხს ვეღარ გადადგამს ვერსად. თქვენს გარეშე, თქვენი ნებართვის გარეშე, ვერავინ ვერაფერს ვერ აწარმოებს და არავის არ აქვს უფლება თქვენს გარეშე ვინმეს პასუხი გასცეს თქვენი ნებართვის გარეშე. ჩემო ძვირფასებო. აი ასე ზუსტად. აი ესეთია ეს ამბავი. ძალიან მიხარია. და კიდევ. რას გვეტყვის კიდევ? კი, აი ის ადამიანები, ვისაც აი თქვენთან აი ეს წაღებულ მოტანილი ამბავი, ეს ჭორიკნული ამბავი, ეს იქეთ წაღებული და საუბარი, ჭორიკნული, აქეთ მოტანილი სხვისგან სხვანაირად გადაბრუნებული საუბარი, მეგობრებო. აი გადაწყვეტილებები, რაღაც ჭორაობა, ჭორიკნები, ვაი, დამთავრდა მეგობრებო. გაუბედაობა, გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ აი გაბრკოლებდათ ადამიანები, ესეთები დამთავრდა უკვე. თქვენი სასიცოცხლო რესურსებს თქვენ ყველას იბრუნებთ, ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, დამთავრდა ყველაფერი. და წერტილია იქ. შური ესეთი ადამიანების შური გქონდათ დღემდე. თქვენ ამ ყველაფერს აწონდაწონით და თქვენ გადაწყვიტავთ ამ დაბნეულობიდან გამოხვალთ. ბევრი კი დაიბნეოდით და დაიბნებით კიდევაც ამ ადამიანების აღმოჩენაში, რომ აღმოაჩენთ თუ თქვენს ირგვლივ რა ხდებოდა სხვებიდან. და თქვენ ცხოვრებაში თურმე ადამიანები როგორ ერეოდენ, ძალიან ბევრს გული დაგწყდებათ, ძალიან ბევრი მეგობარს დაკარგავთ, გაუშვებთ, შურიან ადამიანებს ჩამოიშორებთ, რომლებიც დაბნეულობაში გამყოფებდნენ. თქვენ ამ ყველაფერს გადააფასებთ, აწონდაწონით და ასე ეტყვით, ნახვამდის, ამას ეტყვით. კი ბატონო. აი ასე ჩემო ძვირფასებო. აი თავისუფლება ესეთი ადამიანებიდან
განკურნება, ამ მიჯაჭვულობის მოხსნა, აი ესეთი როგორ ვამბობ, არასასურველი, არაჯანსაღი სიტუაციიდან გამოდიხართ. თავისუფლდებით ამ ჯოჯოხეთიდან, მეგობრებო, ამ ადამიანებიდან თავისუფლდებით. თუ განქორწინებას ეხება, განქორწინდებით. თუ ურთიერთობას ეხება, აქ არის განქორწინება. ხვდებით ხო? ამ ყველაფერს თქვენ გადაწყვიტავთ. ეხლა მინდა რა ვთქვა? კიდევ მეორე, რადგან განქორწინებას და ურთიერთობას შევეხე. თუ კი თქვენ და თქვენს პარტნიორს შორის არის გაუცხოება და გაუცხოება არის უეჭველი. აქ გაუცხოება ურთიერთობაში, პარტნიორობაში. თქვენ გადაწყვიტავთ ლიტერატურულად, ნაძალადევად, სხვა გზა აღარ გიქნებათ, რომ ამ ადამიანს დაშორდეთ, გაუშვათ ეს ადამიანი, აღარ იფიქროთ, აღარ გინდოდეთ, აღარ გინდათ, აღარ მოგინდებათ. და კიდევ ერთი ვარიანტი არის ის, რომ თქვენი პარტნიორი არის უცხოელი მამაკაცი, რომელთანაც გააქვთ კონფლიქტური სიტუაცია, ადამიანი, რომელიც თქვენთან არის ძალიან მკაცრი და ამ ადამიანთან უკვე გამორიცხულია საუბარი, თქვენ უკვე გადაწყვიტავთ ამ ადამიანს დაშორდეთ და გაუშვათ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან. კი, რადგან მისგან ძალიან დიდი ინტრიგები მოდიოდა და всё, დაამთავრებთ მასთან ყველაფერს. მორჩა კინო წაისახშიო ეტყვით. კი ბატონო, ამ კონფლიქტურ სიტუაციას დაასრულებთ. თქვენ ძალას აიღებთ ხელში და ამ ურთიერთობას დაასრულებთ, მეგობრებო. შეიცვლება ის სიტუაცია, აღარ იქნება რაც იყო აქამდე. დაამთავრდება. აი ესეთი იყო ჩვენი მესამე სათაური. დღევანდელი საჯარო გაშლით ძალიან კმაყოფილი ვარ. და მე მგონი თქვენც ჩემო ძვირფასებო, რა სიტყვით? ხო, ან მოილაპარაკებთ, ან დაასრულებთ, ჩემო ძვირფასებო, ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება, თუ გიღირთ, გააგრძელებთ, თუ არა და დაასრულებთ, მაგრამ თუ გააგრძელებთ, კიდევ თქვენს პარტნიორს ასე ეტყვით, როგორც მე მინდა, ისე იქნება. აწი ისე იქნება, როგორც მე მინდა. როგორც აქამდე იყო, ისე არა. ან ყველაფერი როგორც მე მინდა, ან არაფერი. დამთავრდა, ეტყვით ასე. ან ყველაფერი მე, ან არაფერი. всё, ასე იტყვით. ამაზეც მოილაპარაკებთ. ან ყველაფერი, ან არაფერი. თუ კი ყველაფერი გეტყვის, მაშინ აი გააგრძელებთ ურთიერთობას. გააგრძელებთ ურთიერთობას. თუ კი შეთანხმდებით და თქვენი პარტნიორი წამოყვებათ და მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა აღარ იქნება, ხო? იმ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება, თუ არა და დაასრულებთ. ანუ მოილაპარაკებთ, გააგრძელოთ თუ დაასრულოთ ურთიერთობა. ეხლა ყველამ თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ. რაც მისაღებია და გულთან მოგივათ, მიიღეთ, რაც არ გსურთ და გაუშვით. ამაზე არ ინერვიულოთ. ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ. თუ გინდათ, მიიღეთ, თუ გინდათ, გაუშვით. თქვენ გადაწყვეტეთ, მეგობრებო. გაიხარეთ, ჩემო ძვირფასებო. გაიხარეთ. მოკლედ. გავაგრძელოთ ჩვენი ბოლო ქვესათაური. ცხოვრების გაგრძელება. ახალი დაბადება. ანუ ამ კარტით შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, მეგობრებო. უყურეთ. ეხლა ეს არის მიწის სტიქია. ბევრი თქვენთაგანი ეხლა მიყურებთ მიწის სტიქიის. სავარაუდოდ მეც უკვე მიწის სტიქიაზე ვარ გადასული, იმიტომ რომ უკვე ჰაერში, ღრუბლებში აღარ დავფრინავ. ვარდისფერი სათვალები არ მიკეთია და უკვე გადავერთე რო იტყვიან ჩემს ფინანსებზე. და მხოლოდ მაინტერესებს ახლა ფინანსები, არანაირი სხვა ჩემთვის მსგავსი რაიმე ურთიერთობის აღარ მაინტერესებს, მეგობრებო, იმიტომ რომ შედეგი ნოლია, ასე რომ აზრი არ აქვს. ახლა ამისთვის აღარ მცხელა. მეც მინდა რომ ჩემს ცხოვრებას დაუსხა წყალი, მეც მინდა რომ ეს ჩემი ოცნებები გავაღვივო, გავზარდო, გავძლიერდე და გავიზარდო რა, მეც მინდა რომ გავიზარდო. ცხოვრებისეულად გავიზარდო, ასე რომ მუშაობ საკუთარ თავთან. და ეხლა თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მოდი მეც თქვენთან ერთად, ანუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ უნდა დაუსხათ ამ ცხოვრების გაგრძელებას წყალი? რა უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრისთვის და ზოგადად როგორ მოვიქცეთ?
რომ ცხოვრება გავაგრძელოთ და შედეგი მივიღოთ. ნაყოფი მოისხას ჩვენმა შედეგმა. აბა ნახოთ. ეს შეიძლება კიდევ ნიშნავდეს ახალ დაბადებას, ცხოვრებისეულ ახალ დაბადებას, ბავშვის შობადობასაც შეიძლება ნიშნავდეს. თუ კი ვინმეს გსურთ, ესეც გაითვალისწინეთ ამისთვის რა უნდა გააკეთოთ. და რასაც მაჩვენებს ეხლა მე, ჩემი ლამაზი ტაროს დასტა, ყველაფერს მოვიტან თქვენამდე მთელი ჩემი სულით და გულით მეგობრებო, მთელი ახსნა განმარტებით. დავიწყოთ. აჰა, უყუროთ ეხლა რა ხდება. ამ ერთი კარტით ეხლა მე შემიძლია მთელი 1 საათი ვისაუბრო. ანუ, სად შეგვიძლია? ბევრ თქვენთაგანს ეხლა იმედია გამოწურული და რატო არ ვიცი. ესე ნუ ხართ მეგობრებო. ესე არ შეიძლება. და ეხლა რა ხდება? აი ესე დაგანახებთ ამ კარტს. ეხლა რა ხდება აქ? უყურეთ, თქვენ იმდენი გამოცდილება მიიღეთ უკვე. ხო? თქვენ ხართ ყველაფრის ლიდერები, ყველას ლიდერები. ადამიანებში ძალიან მაღალი ლიდერობით სარგებლობთ. ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს ბიზნესზე. დაიწყეთ. ბიზნესი გინდათ, დაიწყეთ. ძალიან ბევრ თქვენთაგანს მათემატიკური ნიჭი გააჩნიათ. ეხლა მე ვერ დავიკვეხებ მათემატიკური ნიჭით, მეგობრებო. იმდენიც არ მაქვს ფინანსები, რომ ვერ დავითვალო. იმდენიც არ მაქვს, რომ დათვლა არ ვიცოდეთ, ლათმასეც არ ვარ, მაგრამ ანუ ხვდებით ხო, რასაც ვამბობ. ხო, ბევრი ძალიან გონებით განვითარებულები ხართ, ძალიან ისეთი ერთგული მეგობრები ხართ, ძალიან გიყვართ ინვესტიციები, ენერგიის ჩადება, ან ფინანსების ჩადება, გონებრივად მსჯელობა გიყვართ, ძალიან ბევრს. და მოკლედ ძალიან ლიდერები ხართ. მოკლედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც სხვა ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შედიხართ, სტაბილურად ხართ იქ. სხვისგან განსხვავებით. თქვენ ხართ ყველა ცხოვრებაში სტაბილურები, ანუ რომ შედიხართ, იქ რჩებით. მოდი ასე ვიტყვი. ცხოვრებას აგრძელებთ ყველასთან. თქვენ არ წყვიტავთ ურთიერთობას არავისთან. და აი ადამიანებიდან კი პირიქით ხდება თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო. თქვენ არ ღალატობთ ადამიანს, თქვენ წყალსაც უსხამთ ურთიერთობას, თქვენ მუშაობთ ნებისმიერ ურთიერთობაზე, ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი და მოგვარება პრობლემების, ანუ გიყვართ ხალხში კონტაქტი, სტაბილურობა გიყვართ ადამიანებთან, ხართ ძალიან ერთგულები, ხართ მეგობრულები, ხართ წარმატებულები და აი ყველაფერი შეგიძლიათ ლიდერები ხართ რო იტყვიან და ბოროტები არ ხართ. ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო გეუბნებით ამ ერთი კარტით. გიყვართ ფინანსების ჩადებაც, გიყვართ ეს ადამიანებზე პატივისცემაც, საჩუქრებიც გიყვართ, აი ფულადი დახმარებებიც გიყვართ, აი ყველაფერი გიყვართ, ცხოვრება გიყვართ მეგობრებო. ცხოვრება გიყვართ. ყოველთვის შეგიძლიათ ცხოვრების თავიდან დაწყება. აი აქედან მიწიდან აღმოცენება შეგიძლიათ. მკვდარიც ადგებით მეგობრებო, გამხმარიც ადგებით. თქვენ კიდევ როგორი ხელი გაქვთ იცით? აი თუნდაც გამხმარი იყოს ყვავილი და თქვენი ხელიდან ერთი წყალის დასხმა და ხარობს. აცოცხლებთ ადამიანს. აი რა ვქნა? აი ესეთები ხართ. თქვენი ერთი ჭიქით, ერთი ჭიქა, თქვენი ერთი მიწოდებული ჭიქით წყალი, ერთი ჭიქა წყალი თქვენი მოწოდებული ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას აძლევს. და ეს იყო პირველი კარტით ზუსტად. აი პირველი კარტი. სასიცოცხლო ენერგია გაქვთ, თქვენ გაქვთ ის ენერგია, ძალა, აი ცხოვრებისეულად სამყაროდან გაქვთ ეს მეგობრებო. ეს დაბადებიდან გაქვთ, ამით დაიბადეთ თქვენ. თქვენ ამით დაბადებულები ხართ. ამას ვერავინ ვერ წაგართმევთ. უბრალოდ არასწორად სარგებლობენ ადამიანები და ესა მათი პრობლემა, თქვენი კი არა. ეს არის მათი პრობლემა, რომ ადამიანები სარგებლობენ არასწორად. კი. და ანუ რა მინდა ვთქვა? ცხოვრების გაგრძელება. ის რომ რაც აქამდე არ გისრულდებოდათ. ის იმედები, ის გეგმები, ის რასაც
და თესავდით აქამდე და უკან არ გიბრუნდებოდათ მეგობრებო, ხო? არ გიბრუნებდნენ ადამიანები. და ეხლაც ფიქრობთ ალბათ ბევრი თქვენთაგანი რომ არ განხორციელდება. არავითარ შემთხვევაში ასე არ იფიქროთ. ძალიან ბევრი შესაძლებლობები მოგეცემათ, მაგრამ შეიძლება ყველა მათგანი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ არასოდეს არ იფიქროთ ის, რომ ხელი არ ჩაიქნიოთ. ხელი არ ჩაიქნიოთ. არა, არ ჩაიქნიოთ. ნახეთ? თუ კი შეგხვდებათ ამ თქვენს ცხოვრებისეულ ინტერესებთან რაიმე პრობლემები და თქვენ ფიქრობთ რომ უყურეთ რა მინდა თქვენ რაღაცას მოკიდებთ ხელს, რაღაცას დაიწყებთ, რაღაცის გაღვივებას დაიწყებთ, მეგობრებო, ხო? და ერთი პერიოდი იფიქრებთ რომ აი ეს არ გამოგივათ. ეს არ იფიქროთ. თუ კი რაიმე ისე ვერ წავა, როგორც თქვენ გინდათ რაღაც მომენტში. წამითაც არ იფიქროთ ის რომ არ გამოგივათ. ნახეთ? კეთილგონივრულად იფიქრეთ და იმსჯელეთ, რადგან თქვენ ყველაფერი გამოგივათ, მეგობრებო. აუცილებლად გამოგივათ. აუცილებლად გამოგივათ. ჩემო ძვირფასებო, შეკითხვებზე პასუხს არ ვცემ. უბრალოდ საჯარო ლაივი მაქვს. რაც არ უნდა ჩაიფიქროთ, ყველაფერი გამოგივათ. თუ კი რაიმე ბიზნესი გექნებათ და ფინანსებს ჩადებთ, შეიძლება უცებ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდოდათ, მაგრამ არ ინერვიულოთ. ამ სირთულეებს გადალახავთ და თქვენ გამოსავალს აუცილებლად ნახავთ. კი, იმიტომ რომ აქ კიდევ ნახე ერთ-ერთი გაფრთხილებაა. კიდევ შეიძლება იყოს ეს გაფრთხილებათ, რომ დააკვირდით იმ ადამიანებს, ვისთანაც იქნებით პარტნიორულ ურთიერთობაში, დაიცავით დისციპლინა და წესრიგი და თქვენ ყველაფერს გადალახავთ. ანუ ფარული ტრები და ფარული მოტივით ვინც იყო აქამდე თქვენთან, თქვენ ამას უკვე ამოიცნობთ, მეგობრებო, და ეს ყველაფერი ძალიან იქნება თქვენთვის უკვე ხელსაყრელი, იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ დაგიშავებენ. ამაზე აღარ ინერვიულოთ. აღარ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. თქვენ თუ შიში გაქვთ იმის, რომ კიდევ ფარული ტრები გეყოლებათ, არა, ამის აღარ შეგეშინდეთ. აი თქვენი წარმატება, აი თქვენი მიღწევები, თქვენი წინდახედულობით და თქვენი სიფრთხილით ისევ. კეთილგონიერება გამოიჩინეთ და კარგად დააკვირდით ადამიანებს უკვე, ვისთანაც შედიხართ პარტნიორულ ურთიერთობაში. ფინანსების მხრივ საუბრობ, ჩემო ძვირფასებო, სადაც ფიქრობთ, რომ რაღაც მარცვალი ჩააგდოთ და ამ მარცვალი ჩაგდების დროს ელოდებით შედეგს. ხო, ამ ყველაფერს ძალიან კარგად დააკვირდით. ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი, ასე რომ ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო, ეკრანს გადაუსმევ ეხლა მე ხელს და გავაგრძელებ საუბარს. ერთი წამით. ჩემო ძვირფასებო, ვერ მოვახერხე იმდენად ემოციებში ვარ. აჰა. გავაგრძელებ ეხლა. ვერიფიკაცია მომთხოვა. ანუ მე მგონი შინაარსი კარგად მოვიტანე. შეარჩიეთ ისეთი პარტნიორები ბიზნესისთვის, რომლებიც მეგობრებო და ანუ სიფრთხილით მიუდექით მათ არჩევას, რომ მატერიალური სტაბილურობა გქონდეთ. ანუ შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც გექნებათ ნდობა. ესე ადრე რო იყავით ყველას ენდობოდით, ესე არ ქნათ. ესე აღარ გააკეთოთ. ანუ იცოდეთ მარცვალი ვისთან ჩააგდოთ. და ვისთან იქონიოთ ურთიერთობის გაგრძელება. ეს შეიძლება შეეხებოდეს ურთიერთობასაც არაა გამორიცხული. კარგად დააკვირდით, ვისთან რა ნაყოფს მოიმკით, რას მოიმკით, რას მოიგებთ, ვისგან რას უნდა ელოდოთ. თქვენ უკვე იმდენი გამოცდილება გაქვთ მიღებული, მეგობრებო, თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე ვისთან რა უნდა გააკეთოთ და ვისთან რა ენერგია უნდა ჩადოთ. ეხლა ბალის კურკას რო ჩააგდებთ, იქ ტყემალი არ ამოვა, მე მგონი ვიცით. ხო და დანარჩენი ეხლა თქვენ ხვდებით უკვე მე რაზეც ვსაუბრობ. კიდევ რაც გვეტყვის, აი კიდევ რა ნაყოფს მიიღებთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით. აი რას მოიგებთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით. სამართლიანობა იზეიმებს, მეგობრებო.
სიყვარული მოვა. აი უყურეთ, აი უბრალოდ მართლა როგორ საუბრობს კარტი. აი თქვი ხო წეგან ვახსენე, თუ კი ურთიერთობას ეხება, უნდა იცოდეთ და უნდა დააკვირდეთ ადამიანებს. სიტყვას არენდოთ მეგობრებო, საქციელებს დააკვირდით, ქმედებებს დააკვირდით და თქვენი ცხოვრება სამართლიანად, ბალანსით აწარმოეთ ბალანსით. აი დააკვირდით ადამიანებს, ვინ რა გულითაა თქვენთან. თქვენ ყველაფერი ძალიან კარგად უკვე იცით და ხვდებით და გრძნობთ. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი სასწორი იყოს ახლა, ან თქვენი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი, ან ნებისმიერი ადამიანი, ან ვინც მიყურებთ, ან თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, რომლებსაც კიდევ შეიძლება იყოს რაღაც უნარი გქონდეს ამ ადამიანს სამართლიანობის, სამართალთან იყოს რაღაცა კავშირში. და აქ შეიძლება კიდევ იყოს ის, რომ სამართლიანობა იზეიმებს. კი, და აი ადამიანი, აი მეგობრებო, აი რა ვქნა, აი რა გავაკეთო. ეხლა კიდევ ვისაუბრებ ფართოდ. აი ჩემო ძვირფასებო, ნახეთ ეხლა აქ რა ხდება. ეს თუ კი ეხება ურთიერთობას და აქ ნამდვილად არის უკვე ურთიერთობაზეც საუბარი. და ეხლა კიდევ ცოტას გადავუხვე ურთიერთობის მხრივ. თქვენ ცხოვრებაში მიაღწევთ იმას, რომ გამოდიხართ ამ გაურკვევლობიდან, ამ ბალოტიდან, ამ წუმპედან, მომიტევეთ ესეთი საუბრისთვის, მაგრამ ასეა, როგორც არის, ისევ საუბრობთ, ხო? სამართლიანობა იზეიმებს, სამართალი ურჭამს. მიაღწევთ ახლანდელი თქვენი წინდა ხედულობით. ახლანდელი თქვენი იმ სიტუაციით, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე, ვის უნდა ასესხოთ ფული, ვისთან უნდა ჩადოთ ფულის ენერგია, ვისთან უნდა დაიკავოთ უკვე ფინანსური ინტერესები და ვისთან უნდა იყოთ სტაბილურად. ანუ თქვენ უკვე ხვდებით, ვისთან როგორ უნდა მოიქცეთ ფინანსურად, მორალურად თუ მატერიალურად. სტაბილურად რომ იყოთ ადამიანთან, თქვენ უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ის უნდა გააკეთოთ, რომ უნდა იყოთ სამართლიანები ჯერ საკუთარ თავთან და მერე ადამიანებთან. ანუ ვინც რას იმსახურებს, ის უნდა დაუბრუნოთ უკან. ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ ადამიანი მოსაკლავია და უნდა მოკლათ. არა. სამართლიანად უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და სამართლიანად უნდა შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში. ანუ დააკვირდეთ უნდა ადამიანებს, ვინ რა დამოკიდებულებით არის თქვენთან, ვინ როგორი გულწრფელია თქვენთან, ვინ როგორ იმსახურებს, იმის და მიხედვით უნდა დაუბრუნოთ ყველაფერი. ბალანსში უნდა მოიყვანოთ ყველაფერი, მეგობრებო. თქვენც უნდა იყოთ ბალანსში. ანუ ადამიანის საქციელმა არ უნდა გაგაღიზიანოთ. ზედმეტად იქეთ არ უნდა ითხოვდეს თქვენგან ადამიანი, თქვენთანაც უნდა დებდეს იგივეს. ანუ რასაც თქვენ ჩადებთ ურთიერთობაში ნებისმიერი მიმართულებით, ის უნდა დაგიბრუნოთ. ამ შემთხვევაში ადამიანთან უნდა მოიქცეთ სამართლიანად. თუ არა და უნდა გაუშვათ იქეთ. და იმის იქეთ. ამ შემთხვევაში დასაკარგი თუა უნდა დაკარგოთ. გასაშვები თუა უნდა გაუშვათ. წესრიგი უნდა დაიჭიროთ. და ადამიანები უნდა კიდევ იმ ურთიერთობაში, სადაც არის სინანული და ქორწინება უსიყვარულოდ, მეგობრობა, რომელსაც უკვე აზრი აღარ აქვს, ურთიერთობა, სადაც უკვე ზედმეტად ითმენთ და თქვენი მოთმინების ფიალა აივსო უკვე. ჩემო ძვირფასებო, მე მგონი ხვდებით, ხო, რომ სადაც არასრულყოფილებაში გრძნობთ თავს, სადაც ხართ არასასურველი და თქვენ ამ ყველაფერს ცუდ ენერგიებს გრძნობთ, რომ თქვენ უკვე ამ ურთიერთობაში ზედმეტად გრძნობთ თავს. ანუ არასრული კავშირი, ეს უნდა დაასრულოთ სამართლიანად. აწონდაწონოთ უნდა თქვენი უფლებები, თქვენი სამართლიანობით, თქვენი ადამიანობით და გაუშვათ უნდა ეს ადამიანი. ნაწილობრივად უნდა გაუშვათ. გაუშვათ უნდა. ხო, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, უნდა გაუშვათ. იმიტომ რომ თქვენ უნდა ნახოთ სიმშვიდე, ეს იყო და ეს იყო. აი ასე იყო. ნახეთ მეგობრებო ეხლა. აი როგორ მინდა გაჩვენოთ. აი როგორ მინდა გაჩვენოთ. აბატონო, თუ ხედავთ. აი მეგობრებო, ნახეთ როგორი კარტია. ამ დაკარგვის შემდეგ, ამ დანაკარგის შემდეგ, აი თქვენი კეთილსინდისიერი ადამიანი
ადამიანი, რომელიც მოვა თქვენთან სიყვარულით, უყურეთ, თუ ეს ადამიანია და საბრუნებელი, დაბრუნდება ეს ამ გაშვებით, ამ ჭკუის სწავლებით, ამ თავისი კუთხეში მიყენებით. თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. თქვენ სამართლიანად უნდა მოიქცეთ და დანარჩენი მიანდეთ უფალს. თუ კი ეს ადამიანი ღირსია თქვენთან დაბრუნების და იქნება ღირსი ამ ყველაფრის შემდეგ, რომ თქვენ მას დაანახებთ თქვენს ყოფნას მის ცხოვრებაში რა აზრი აქვს. თქვენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მიიღებს ეს ადამიანი, ხო? თუ კი დასაბრუნებელია, მერე დაბრუნდება აი ესე. თქვენ ესე დახვდებით ამ ადამიანს. თუ არადა, თუ კი ეს ადამიანი ჭკუას მაინც ვერ ისწავლის თქვენი დაკარგვით და ჯიბრზე მაინც თავისას გააგრძელებს, ხო? ამ შემთხვევაში აქ სხვა ადამიანი მოვა თქვენთან, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც გულის ყურით მოგისმენთ. ადამიანი, რომელიც იქნება სანდო. ადამიანი, რომელიც იქნება ძალიან ჭკვიანი, უჭკვიანესი. აი თქვენ ესე რომ მიართმევთ, ხო? ესე რომ მიართმევთ რაღაცას, ის ორმაგად ზემოდან მოგართმევთ ყველაფერს, დაგიბრუნებთ. აი ნახეთ. ხვდებით, ხო? რასაც საუბრობ. თქვენი მიწოდებული ჭიქა უფრო ქვემოთაა და ამ ადამიანის უფრო ზემოთ. ის ათმაგად დაგიბრუნებთ ამ ყველაფერს, მეგობრებო. ათმაგად. აი ასე. ფეხზე დგომით თან. თქვენ იქნებით ესე დამჯდარი და ეს ადამიანი დაგიბრუნებთ ამ ყველაფერს ფეხზე დგომით. აბატონო. მეტი არ ვიცი რა ენაზე ვისაუბრო. ანუ ეს იქნება ის თქვენი შრომის შედეგი, რასაც დათესავთ, ან რაც დათესეთ, იმას მოიმკით უკვე, მეგობრებო. და ამ კარტით კიდევ გავაგრძელებ იმას, რომ ეს იქნება თქვენი ცხოვრების გაგრძელება. ეს იქნება იმ ნაყოფის მიღება, რაც თქვენ დაიმსახურეთ და რასაც იმსახურებთ. ეს იქნება ის ზუსტად ცხოვრება, სადაც დაინახავთ შედეგს და ის რომ ორივე იმუშავებთ ამ ურთიერთობაზე. ორივე დაუსხამთ წყალს. თქვენ უფრო დაბლიდან დაუსხამთ და ეს ადამიანი უფრო ზემოდან მორწყავს ამ თქვენს სიყვარულს მის მიმართ. აი ესეთია შინაარსი, ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყოველას თითოეული ლაიქისთვის, საჩუქრებისთვის, მეგობრებო, ძალიან მაძლიერებთ და სტიმულს მაძლევთ, რომ თქვენთან ერთად ვიყო. აი უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. გაიხარეთ. აი ესეთი არის თქვენი მომავალი ურთიერთობა. ის რაც გელოდებათ. ჩემო ძვირფასებო და გავიმეორებ. ეს თუ კი ეხება პარტნიორს და თუ კი გასაშვებია ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ უნდა გაუშვათ რომ ჭკუა ისწავლოს, უნდა გაუშვათ, მეგობრებო. სამართლიანად, თქვენ სამართლიანად გაუშვით, თქვენ მოიქეცით სამართლიანად. დანარჩენი მიანდეთ უფალს, თქვენ დაჯექით და დაელოდეთ იმ შედეგს. აი ამ შედეგს დაელოდეთ. თქვენ ეს ადამიანი თუ გასაშვებია, გაუშვით სამართლიანად. დალოცეთ, უსურვეთ წარმატებები და თქვენ დაელოდეთ შედეგს. თუ კი ეს ადამიანი ისწავლის ჭკუას და მიხვდება თქვენს დაკარგვას, რომ თქვენი დაკარგვით რა ელოდება მას, ამას სამყარო უკვე მიხედავს, მეგობრებო, თქვენ ამაზე აღარ ინერვიულოთ, თქვენ უბრალოდ დაელოდეთ შედეგებს, ხო? ეს ადამიანი თუ კი გააცნობიერებს იმას, რომ რას კარგავს თქვენი დაკარგვით და ეცდება გამოასწოროს ჭკუას ისწავლის, ხო? და მიხვდება თავის დანაშაულს, იმ შემთხვევაში სამყარო მოუშვებს ისევ სამართლიანად. თუ არადა, სამართლიანად შემოვა ისეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც ისეთი ცხოვრება გექნებათ, როგორიც თქვენ გინდათ. ბატონო. Доступ к трансляции ограничен за 10 минут. მაიმე კი ბატონო ასე რომ
ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიჭედავს აქაც და აი ესეთი იყო ეს თემაც. მოდი ახლა მე მინდა რა მე მგონი გასარკვევად ვისაუბრე ამ ჩემი ტაროს დასტით და დროს მithulis TikTok-ი. აი რატომ მithulis დროს არ ვიცი, მაგრამ დროს მithulis უკვე TikTok-ი, ესეც უკვე მაწვალებს, მაწამებს რო იტყვიან. იმედია იწერს. მოდი ახლა ჩემი ასტრაბარათით. აი რა საიდუმლო არის ისეთი, რაც უნდა იცოდეთ ახლა. ჩემო ძვირფასებო, უცებ ვიტყვი, რომ არ გამეთიშოს ლაივი და არ გამიწყდეს კადრები. აი რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? რა საიდუმლო არის ისეთი, რომელიც უნდა იცოდეთ? თქვენი საიდუმლო, რაც ჯერ არ იცით და უნდა იცოდეთ, რა არის ისეთი? რასაც გაიგებთ, ან უნდა იცოდეთ. ეს არის ის, რომ თქვენ ხართ ძალიან კრეატიული ადამიანები, ძალიან ჭკვიანები და თქვენ იცით, სად რა როგორ უნდა გააკეთოთ. ეს ისედაც ვიცით. კიდევ რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? კიდევ ის, რომ ეს არის ცნობის მოყარეობა. რაღაცის ცნობის მოყარეობა გკლავთ. მოკლედ. თქვენ გიკავიათ ჯინის ყულაბა. ამ ყულაბის თავი უკვე მოხსნილი გაქვთ და აი ესე უკვე ელოდებით შედეგს. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი თემაც ზუსტად. აი თქვენი მომავალი, ის რაც გიახლოვდებათ. ამ ჯინში, ამ ყულაბა, ამ დოგში, მოდი ესე ვთქვათ, არის ჯინი. თქვენ ამ ყველაფერს უკვე თავი მოხსენით და თქვენ ელოდებით შედეგს. თუ აქედან ვინა მოძვრება და რა დახმარებით მოვა თქვენამდე. გავგიშდი. აი ამას ელოდებით უკვე, ეს მოდის თქვენთან. ძალიან დიდი დახმარება მოდის თქვენთან. ეს არის უფლის წყალობაც, შედეგი იმისა, რაც გაიარეთ. კიდევ ის, რომ თანამშრომლობა, ეს არის თანამშრომლობა, ეს არის ურთიერთობა, ეს არის გაგება, ეს არის პარტნიორობა და ეს არის რაღაცის დასაწყისი. უყურეთ, აქ არის ეს მიკროსკოპია თუ აი შორს მჭვერეტელი, ბინოკლი, მე მგონი ხო? ბინოკლი ქვია თუ რა ქვია, მეგობრებო, რომელიც ყურება შორს. თქვენ იმდენად შორს მხედველი ადამიანები ხართ, ხო? ძალიან შორს იხედებით. თქვენ დღევანდელ დღეზე არ ფიქრობთ მარტო, თქვენ მომავალზეც ფიქრობთ და თქვენ უკვე თქვენი მომავალი დანახული გაქვთ. თქვენი მომავალი დაწერილი გაქვთ, დახატული გაქვთ და დანახულიც გაქვთ უკვე. თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე რა გინდათ და ახლო მომავალში რას ელოდებით და რა მოვა თქვენამდე, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. აი ამ ყველაფერს აჩვენებ ზუსტად ადამიანებს, თქვენ უკვე. აი ასე. და კიდევ რა მეგობრებო. კიდევ რა, აბა რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? კიდევ რა არის ის და წესრიგის დამყარება თქვენ ცხოვრებაში, ეს წეღანაც ვთქვით. მოკლედ თქვენ ახლა ამყარებთ წესრიგს თქვენ ცხოვრებაში, ყველაფერს აყენებთ თავის ადგილას, ყველაფერი დგება თავის კალაპოტში. ან და კიდევ გამოჩნდება ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც დააწყნარებს, დაალაგებს თქვენ ცხოვრებას. აი ყველაფერს დააყენებს თავის ადგილას. კიდევ რა არის? კი, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ფორმიანი, რაღაც ფორმიანი. ეს ეხება, თუ კი ეხება ადვოკატს, ადვოკატის დახმარებით პრობლემებს მოაგვარებთ. ეს თუ კი ეხება სასჯელ აღსრულებას ვინმესთან თუ კი არის პრობლემაში გავაჟღერებ, მაინც მეგობრებო, აქაც პრობლემები მოგიგვარდებათ, რაღაცას გადაწყვიტავთ, რაღაცას დაასრულებთ, რაღაცას მოაგვარებთ, წესრიგს დაიცავთ და ეს კიდევ შეიძლება ითქვას ის, რომ თქვენი პარტნიორი ეჭვის თვალით გიყურებთ. ან თქვენ შეხედავთ ეჭვის თვალით თქვენ პარტნიორს. ესე შეიძლება ეჭვიანობას აქვს კიდევ ადგილი. კი ბატონო, საიდუმლოებები, კი. ეჭვის თვალით უყურებთ ყველაფერს. კიდევ რა უნდა იცოდეთ? კიდევ რა უნდა იცოდეთ და ის უნდა იცოდეთ, რომ
თქვენ თვითონ უკვე უყურეთ, ეხლა სხვანაირად წავიკითხავ ამ ორ კარტს. ის რაც თქვენ ეჭვის ქვეშ აყენებდით, მეგობრებო, ამ ყველაფერს თქვენ თვითონ მოინდომებთ და მოაგვარებთ. უყურეთ, რა სიზამთ ეხლა. რა სიზამთ, მეგობრებო, და თქვენ თვითონ მოინდომებთ თქვენი ცხოვრების დალაგებას. ეს თუ კი ეხება რაღაცის დამთავრებას, ხმალხანჯლაობას, იხანჯლავებთ და თქვენ ცხოვრებაში დააწესებთ საზღვრებს, ანუ ამის შიგნით თქვენთან მოახლოების უფლებას არავის არ მიცემთ. უყურეთ, ამ თქვენ საზღვარს თუ კი ვინმე არასწორად გადმოკვეთავს, თქვენ ამ ხმლით გაუმასპინძლდებით იმ ადამიანს, ვინც არასწორად მოიქცევა თქვენთან. თუ არა და თუ კი თქვენთან ვინმე სწორად მოიქცევა, თქვენ აქ ჭიქით წყალი გიდგათ და ჭიქით წყალს მიაწოდებთ. ეს არის ზუსტად ის ენერგია, აი თქვენს არა, უკაცრავად. აი ამ წყალს მიაწოდებთ, რაც თქვენ ცხოვრებისეულად გერგოთ. და ამ თქვენს წყალს თუ კი ვინმე დალევს, თქვენ თუ კი ჩათვლით საჭიროთ, რომ ამ ჭიქით თქვენს სასიცოცხლო წყაროს წყალს დაალევიებთ ვინმეს, ის ადამიანი ძალიან ბევრ სიკეთეს იშოვის ცხოვრებაში. ანუ ხვდებით ხო, რასაც ვამბობ. თუ კი იქნება ღირსი თქვენთან მოსული ადამიანი და დაიმსახურებს თქვენს სიკეთეს, თქვენგან ამ ჭიქით წყალის მიწოდებას, ამ წყალის, რაც თქვენ ცხოვრებისეულად გერგოთ, რაც არის თქვენი სასიცოცხლო ენერგია, თქვენ ამ წყალს დაალევიებთ იმ ადამიანს, ვისაც ღირსად ჩათვლით. თქვენ ცხოვრებაში ყოფნისთვის, ვისაც არა და ამ ხმალით განგმირავთ. აი ეს უნდა იცოდეთ. ეს საზღვრები გაქვთ უკვე დაწესებული. კი ბატონო, ნამდვილად ესეა, მეგობრებო. ნამდვილად ესეა 2 4 5, კიდევ 2 კარტი შემიძლია, 2 ასტრაბარათი შემიძლია მოიგო. კიდევ რა საიდუმლო არის ის, რაც უნდა იცოდეთ. კი, აი რაც თქვი. ეს არის ტოლერანტობა. ტოლერანტობა ვიცით რაც არის? ადამიანებთან საუბარი, ადამიანების გაგება, ურთიერთობა, თანასწორუფლებიანობა, ანუ ვინც თქვენთან მოვა, დადებითად, გამსჭვალული, მოლაპარაკებებით, ხმლებით და ესეთი ბრძოლით არა, ხო თქვენ ყველას მიიღებთ, ვისაც არა და დაამთავრებთ ყველაფერს. აი ასე. და კიდევ ერთი რაც უნდა იცოდეთ. ჩემო ძვირფასებო. რაც უნდა იცოდეთ კიდევ ერთი. ანუ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც, მეგობრებო, ეხლა არიან აი უძლიერესები. უყურეთ, რაჭკვიანები ხართ. შინაგანად კი ხართ თითქოს და რაღაც სიცარიელეს გრძნობთ, მაგრამ თქვენ მაინც ძლიერად გახართ ფეხზე. აი ესეთები ხართ, მანტია მოსხმული ადამიანები. ყველაფერი შეგიძლიათ, ბევრი წერთ, ბევრი კითხულობთ, ბევრი რაღაცა გამოდიხართ, ან თქვენ სიტყვას ფასი აქვს, ან ძალა აქვს, ძალიან ჭკვიანები ხართ, ბევრი აზრს გეკითხებათ, შეიძლება მეგობრებო, ბევრი გისმენთ, რაღაცა საუბრობთ, ბევრს ხმა გაქვთ, ტემბრი გაქვთ, საუბარი გაქვთ, მიდგომა გაქვთ, აი ადამიანებს იცით როგორ უნდა მიუდგეთ, აი რაღაცით დაჯილდოვებული ადამიანები ხართ. აი და კიდევ დავამატებ იმას, რომ თქვენ უკვე იმდენი ძალა გაქვთ უკვე, რომ წინააღმდეგობის გაწევად შეგიძლიათ ყველასთან და ყველაფერთან. თქვენ კიდევ ამ კარტით თუ ვიმსჯელებთ, ბუ არის ძალიან უჭკვიანესი ფრინველი, რომელსაც შეუძლია 360 გრადუსით კისრის მობრუნება, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგოს და ხმა ვერ გაიგონოს. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ მეგობრებო, წინააღმდეგობის გაწევა ყველასთან და ყველაფერთან. ძალიან ძლიერები ხართ, შინაგანათაც და გარეგნულათაც და უჭკვიანესები ხართ. ყველაფერი შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ვერ გრძნობთ ამხელა სიძლიერეს რატომღაც, შეიძლება ბევრი თქვენთაგანი არაფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს, მოდი ასეც ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გაწევა შეგიძლიათ. უყურეთ, იმდენი წინააღმდეგობა გაქვთ გადალახული, ხო?
უკვე იქეთ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ უკვე სხვა ადამიანებს. აი ესეთი ძლიერები ხართ უკვე. იმან რაც არ მოგკლათ, გაგაძლიერათ, ჩემო ძვირფასებო. კი. დიდი მადლობა ამ ჩემს ასტრაბარათსაც. ჩემო ძვირფასებო. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ლაივით. ვინ როგორ არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ერთად ყოფნით, თქვენთან ერთად გატარებული ამ დროის, რაც ეხლა ვარ თქვენთან ჩემო ძვირფასებო. მოდით ეხლა ამ ჩემი ასტრაბარათით. დავდებ ეხლა მე აქ ამას და ერთ წუთს მოგცემთ, რომ ჩაიფიქროთ სურვილი, ნებისმიერი თქვენი სურვილი ჩაიფიქროთ და მე გეტყვით თუ რა დროის ვადაში აგიხდებათ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი. და მე გეტყვით თუ რა დროის ვადაში, რა დრო დააგვიანდება ამ თქვენს სურვილს. რა დროის ვადაში აგიხდებათ ეს თქვენი სურვილი. თუ კი ისეთია რომ რომელიმე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით საკმარისი იქნება, ამასაც გეტყვით. თუ ერთ კვირაზე ჩაიფიქრებთ, ერთ კვირაზე გეტყვით. თუ კი თქვენ ციცით რომ დააგვიანდება, ორივეზე გაგცემთ პასუხს. თვეები იქნება თუ კვირის რომელიმე დღე, ჩემო ძვირფასებო. ჩაიფიქრეთ. და თქვენს თვალწინ ამოვიღებ მე კარდს. იმედია მოახერხეთ. აი ესე გადავშლი, ეხლა თქვენს წინ კარდს მეგობრებო და ამოვიღებ ერთ-ერთ მათგანს და მე გეტყვით ეხლა თქვენი კითხვის პასუხს. 32 ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო, რამდენიმე წუთი თუ წამი დამაგვიანდეს. ეხლა თქვენი პასუხი არის იანვარი და შაბათი. ან უყურეთ, თუ კი თქვენ რაიმე გოგო მაპატიეთ, მომიტევეთ, წამექცა ტელეფონი, ასე რომ ძალიან დიდი ბოდიში და რაღაც ეტყობა, რაღაც ისეთი ჩაიფიქრეთ ცოტა გულის ამაჩუყებელი და ძალიან დიდი ტვირთია თქვენთვის, რაღაც ეს თქვენი სურვილი, ეს თუ თქვენს პარტნიორს ეხება კიდევ აღნიშნავ და ელოდებით, აქ აგერ ხედავთ სურათსაც აქ გიღწერთ. ხო და თქვენს პრინცს ელოდებით და თქვენი პრინცი ესე ზის და თქვენ გელოდებათ პირიქით და ფანჯარაში გიყურებთ, სადღაც ინტერნეტში გიყურებთ თქვენი პარტნიორი თუ თქვენ როგორ ცეკვავთ, სადღაც როგორ ანათებთ, სადღაც როგორ ხართ, იცით როგორ ხართ მეგობრებო? კაცრი ხართ ეხლა მისთვის. თუმცა თვითონ გექცევათ მკაცრად და თვითონ გიყურებთ ესე მკაცრად შორიდან, თუ ეს პარტნიორზე ჩაიფიქრეთ, იცოდეთ რომ ეს ყველაფერი თქვენი პასუხი არის იანვარი და თუ კვირის რომელიმე დღეს შეეხება შაბათი. შაბათი და იანვარი, საბატო, ჯენაიო, ასე წერია, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ესეთია თქვენი სურვილის პასუხი, რაც ჩაიფიქრეთ. იანვარი და შაბათი დღე. ეხლა მე რაც ვთქვი, ეს თქვენ უფრო მიხვდებით, ეხლა რაც პასუხი გაგეცით დროსთან დაკავშირებით, ანუ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი რეალიზაციაში მოვა იანვარში, დღეიდან იანვარის ჩათვლით, ან იანვარში და თუ კი ეს კვირა დღე, ან ერთი კვირა ჩაიფიქრეთ, ან ორი კვირა ჩაიფიქრეთ, ახლო მომავალი თუ ჩაიფიქრეთ, თქვენ თვითონ აღნიშნეთ დრო, ამ შემთხვევაში შაბათამდე, შაბათის ჩათვლით, ჩემო მეგობრებო, ან შაბათი დღე. მოკლედ ესეთი იყო დღევანდელი ჩემი ლაივი, თქვენთვის ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს ძალიან საინტერესო იყო და
შედეგებს მოგიტანთ სასიკეთოდ. ნებისმიერი თითოეული საჯარო გაშლა, რომელიც მაქვს მე თქვენთვის ჩემო ძვირფასებო და ჩემო ერთგულებო, მსმენელებო, თქვენს წინაშე ვიხრიქეთ, უღრმესი მადლობა ყველას. ჩემთან გატარებული თითოეული წამისთვის, იმ წუთებისთვის, იმ დროისთვის, იმ საათისთვის, რასაც ჩემთან ერთად ტოვებთ მეგობრებო, ასე რომ იმ ენერგიისთვის, რასაც მაძლევთ და რასაც ჩემთვის იმეტებთ და რაც გემეტებათ. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს და ღმერთმა დალოცულები გამყოფოთ და ათმაგად დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რაც დაგითესიათ ჩემო ძვირფასებო. აი გულით გლოცავთ და დაგლოცავთ. მოკლედ, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი და მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ ყველას, მინდა სიკეთე გისურვოთ, ბედნიერება გისურვოთ, რაც მთავარია ჯანმრთელობა გისურვოთ და გულის სიმშვიდე. და თქვენს გულებში ყოფილიყო სიმშვიდე და გულის ტკივილი არასოდეს არ გქონოდეთ არავის გამო, არ ხერს ამიჯერეთ. და აი ეს უფლიდან ბოძებული რაც გაქვთ, გაუგთხილდით ამას. ამ ენერგიას, რაც გაქვთ უფლიდან ბოძებული, ამას გაუგთხილდით მეგობრებო. და იქ დაარიგეთ, ვინც იმსახურებს. ეს არის თქვენი სასიცოცხლო რესურსები, ეს არის თქვენი სიმდიდრე, ეს არის თქვენი შესაძლებლობები, ძალა, წყალი, იკონტაქტეთ წყალთან, თუნდაც ჭურჭელიც ხელით გარეცხეთ, თუნდაც წყალთან იყავით ახლოს. გააკეთეთ წმენდები, წყალით წმენდები მეგობრებო, მარილიანი წყალით, ზღვის წყალით. აი წყალთან იკონტაქტეთ, იბანავეთ ხშირად, თუნდაც დუში მიიღეთ ხშირად. აი ეს არის თქვენი საარსებო წყარო, რაც გაგაძლიერებთ. და ყოფილიყავით უძლიერესები და მე კიდევ გელოდებით კომენტარებში, თუნდაც YouTube არხზე და თუნდაც აქ, როდესაც ავტვირთავ, სადაც ავტვირთავ მეგობრებო, გელოდებით კომენტარებში და აბადოებით მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი დილის გათენება. ძალიან მიყვარხართ ყველანი და მადლობა.